Așa პოლიტიკური სივრცე დაბრუნდა ეთერში და როგორც ითხრა ჩვენ შემდეგი სტუმარია ლევან ლორთქიფანიძე პარტია სოციალ-დემოკრატიისთვის წარმომადგენელი მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. დღეს ვაფასებთ ამ მიმდინარე მოვლენებს. ხო დაჭერები ბანერებისთვის ახალი რაღაც ორგანიზაციის დაანონსება რომელსაც თურმე სიწმინდე მწერლობა უნდა დაიცვას. აი ხდება ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა ცოტნე იმანიშვილი, რომლის პირითაც გამოგვიცხადეს, რომ აი ჩვენ აღარ გვიდა ძალადობა და ასე და იქნებოდა შთაბეჭდილება, რომ თითქოს რაღაც ძალადობაზე უარისთქმას აპირებენ, არ მოეწონათ მათაც რაც მოხდა იმ აქციების დროს და ეხლა რაღაც ამაზე ემიჯნებიან და ცოტა ხანი არ გასულა და ეხლა აგერ წერილზე ხუმრობის გამო წემეს კაცი და ეხლა საერთოდ ოფიციალურად გვიქმნიან აგერ რაღაც სტრუქტურას რომელიც ასაპირებს არ ვიცით, ჯერჯერობით, ერთ დღეს ამბობენ, რომ ციხეში წავალთო, დღეს იძახიან არა კანონიერად მიმოქმედებთო და ნუ პლუს ხალხსა ბანერების გამო, ხალხს იჭერენ უწმაწური ბანერების გამო ან Facebook პოსტებისთვის და მარტო გინებისთვის არა, ახლა წინასწარმეტყველად ყავდა ბექა ქურხული, გაასამართლეს და დააჯარიმეს წერალი იმის გამო, რომ ერთ-ერთ ეთერში ბიზნეს ვაჭარი უწოდა. ანუ ვინც სიტყვებაც აღარ არის საჭირო. მონას მოღალატეს ვაჭარსაც თუ უწოდებს, შეიძლება ჯარიმა გადაგახტემება. რა ვიცი, რა სიტუაცია მივიღეთ ჩემი შეფასებით. რა ვიცი, რა გითხრათ, რით გადახაროთ? ძალიან მძიმე მდგომარეობა, ძალიან რთული ვითარება. მოდი დავშალოთ თქვენი შეკითხვა და სათითაოდ უპასუხოთ ის ასპექტებს. აი მაგალითად ეს შექმნილი ორგანიზაციის თაობაზე ვისაუბროთ, რაღაც დაარქვეს როგორ ეროვნული თაობა. ეროვნული თაობა შექმნეს ორგანიზაცია, რომლის მიზანი იქნება ეროვნული ღირებულებების დაცვა. და ამ ორგანიზაციამ გუშინ ღიად განაცხადა, რომ მზად არის ძალადობაზე წავიდეს, თუნდაც მათი ეს ძალადობა დამთავრდეს პატიმრობით. რაც დღეს უარყვეს. დღეს უარყვეს, მაგრამ ნათქვამია უკვე გუშინ და მას წყალი არ გაუვა. თან მარტო ეს ორგანიზაცია ხო არ არის, კიდე გამოვიდნენ ვიღაც ფიგურები, რომლებმაც თქვეს, რომ თუ საჭირო იქნება, ჩვენ ასევე ციხეში წავალთ და ჩვენი ეროვნული ღირებულებების შეურაცხყოფისთვის, ესე იგი დინგში მოუცხებთ ადამიანებს, პირდაპირ თქვეს. და აქ ისტორიული მაგალითები გვახსენდება ჩვენ ყველას და არა მხოლოდ საქართველოს წარსულიდან. აი მე მაგალითად მახსენდება ვაიმარის რესპუბლიკა. 1918-33 წლებში არსებობდა ეს გერმანიაში, სადაც ნახეთ რა მოხდა ძალაუფლებაზე მონოპოლიის ეროზია. ანუ სახელმწიფომ ვერ მოახერხა, რომ დაემტკიცებინა მთელი საზოგადოებისთვის, რომ ძალის გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ პოლიციას, მხოლოდ ოფიციალურ სამხედრო დაჯგუფებებს, მხოლოდ სახელმწიფოს. და ამ დროს რა მოხდა? ყველა მაშინდელმა პოლიტიკურმა პარტიამ თავისი პარამილიტარისტული დაჯგუფება შექმნა. ესა მაშინ შეიქმნა ფაშისტების, შეიქმნა ის რა ქვია წითელი არმია, რომელსაც კომუნისტები აწარმოებდნენ. მაგ პერიოდზე არის ძალიან კარგი ფილმი კაბარე, ლაიზა მინელის მონაწილეობით, ნანახი, სადაც ერთ-ერთი საინტერესო ეპიზოდია არის ესე მიდიან ფილმის გმირები, ზუსტად მაგ პერიოდში ნაცისტები ჯერ ხელისუფლებაში არ არიან და დაწყებული აქვს ეს კომუნისტების რბევა. ანუ ნაცისტების რაღაც გასამხედროებრივ დაჯგუფება კლავენ კომუნისტებს და ეს ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდი შეესწებიან და მთავარი გმირი ამბობს გერმანელი არისტოკრატი არის რომ ამათო ერთმანეთს მიხედავ და მე ჩვენ მივხედავთო და როგორც მიხედეს მე როგორც მიხედეს ისე და ნახეთ ყველა პარტიას თავისი სამხედრო დაჯგუფება ჰქონდა პარამილიტარისტული დაჯგუფება ესენი ერთმანეთს ხო ხოცავდნენ მე ვიღაც არ მოეწონებოდათ თავიანთი პოლიტიკური შეხედულებების გამო მცირე დარბევებს უწყობდნენ. დარბევებიდან ეს ყველაფერი გადაიზარდა ტერორისტულ აქტებში, ხან ბომბს დაუდებდნენ რომელიღაცა ვაჭარს, ხან იმას დაუდებდნენ, რა ქვია, ასაფეთქებელ ნივთიერებას რომელიღაცა სტუდენტური ან პროფკავშირული ორგანიზაციის ლიდერს და ეს ძალის მონოპოლის ეროზია ბოლოს მივიდა იქამდე, რომ სამოქალაქო ომში ხო გადაიზარდა ფაქტობრივ სამოქალაქო ომში. ქუჩაში ვერ გადიოდა ხალხი ზოგიერთ ქალაქში და ბოლოს ეს ყველაფერი მივიდა იქამდე, რომ ესეთმა პარამილიტარისტულმა დაჯგუფებებმა ხელში აიღეს თავისი ძალაუფლება. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია ძალიან მკაფიოდ ვთქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და სხვები ცეცხლს ეთამაშებიან. წაახალისებთ ესეთ ძალადობას, ღმერთმა დაიფაროს და ესეთი ძალადობა უკან შეიძლება დაუბრუნდეს არა მხოლოდ მათ და მათ ოჯახებს და მათ პარტიას, არამედ ამ სახელმწიფოს და ქაოსში გადავიჩეხოთ, ხო? და საქართველოში მე რა ყველაფერი ხდება რაღაც კარიკატურულად. აი რუსეთის მაგალითი მოვიყვანოთ. თავისი არაფორმალური დავალებების შესასრულებლად პუტინმა შექმნა კერძო სამხედრო დაჯგუფება ვაგნერი.
რომელიც ასრულებდა არაფორმალურ დავალებებს ხან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ხან რომელიღაცა იმას დიქტატურას უჭერდა მხარს საჰარის ტერიტორიაზე და ასე შემდეგ. მაგრამ ნახეთ შემდეგ რა მოხდა, მოუბრუნდა ეს ძალა უკან პუტინს და მარშიც წავიდა მოსკოვისკენ. მართალია წარუმატებლად ისინი განაიარაღეს, მაგრამ ეს მცდელობა იყო და ისტორიის კლასიკა, კლასიკური გაგრძელება ისტორიის ის რომ ესეთი მილიტარული დაჯგუფებები უკან უბრუნდებათ მათ შემქმნელებს, ასე რომ ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ. მაგრამ აქ არის სხვა გარემოებებიც. ასევე ხელისუფლებაც იყენებს ხოლმე ესეთი დაჯგუფებების, ასე ვთქვათ, წარუმატებლობას. აი ვაგნერის წევრებს რა მოუვიდათ და პირდაპირ უთხრეს, რომ ჯერ შექმნა კრემლმა ეს ვაგნერის დაჯგუფებები და შემდეგ თითოეულ ამ დაჯგუფების თითოეულ წევრს წაუყენა ბრალი. ზოგიერთი ციხეში ჩააჯინა, ზოგიერთი ცაში ააფეთქა. ასე რომ უნდა უთხრათ ამ დაჯგუფების ლიდერებსაც, რომ მეგობრებო, ფრთხილად იყავით, გარდა იმისა, რომ თქვენ კანონს არ ღვევთ, ძალიან ადვილად შეიძლება თქვენ გამოგიყენონ, თქვენ დაგაშანტაჟონ ამ არგუმენტებით და გითხრან, რომ გუშინ შენ რომ ძალადობას ქადაგებდი, დღეს შეიძლება ციხეში აღმოჩნდე. თვითონ თქვენივე წამქეზებლებმა შეიძლება ჩაგაჯინონ ციხეში და დაგაპატიმრონ. როცა დაჭირდებათ, ჯერ გაგაკეთებინებენ ბინძურ საქმეს, საშინელებას ამ საზოგადოებაში, დაგათესინებენ ქარს და მე ქარიშხალს თვითონ კი არ მოიმკიან. თქვენ მოგამკებინებენ ამ ქარიშხალს და თქვენ ჩაგსვამენ ციხეში. ანუ ამ მიმართულებითაც ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ და თქვენი კითხვიდან კიდევ ერთი ასპექტი ცით რა არის, რომ აი ბატონი ივანიშვილი, ბატონი კობახიძე, ნახეთ, ქმნიან ამ საზოგადოებაში პროფესია პატრიოტს. არიან ბლოკშიც ამაზე ვჯოლობთ, პატრიოტიზმი მისთვის ექსკლუზივად აქციაა. ჩვენ ვართ პატრიოტები და თქვენ ხართ უსამშობლოები. ჯერ ერთი ეკხო სიგიჟეა, შემეჯიბრეთ, აბა, ამ ქვეყნის სიყვარულში, ნებისმიერ შევეჯიბრები დიდი სიამოვნებით და ამ ქვეყნის ისტორიის ცოდნაში, ამ ქვეყნის 15 საუკუნოვანი ლიტერატურის ცოდნაში, ამ ქვეყნის პოლიტიკური ისტორიის ცოდნაში შემეჯიბრეთ თუ ამით იზომება პატრიოტიზმში, ხო? ეხლა ვერ ვიმღერებ ნადურს, ვერ იმერულ ნადურს, ვერ ვიმღერებ, მაგრამ სიამოვნებით მოვისმენ. სამაგეროდ ბანდერაროსას ვღერი. ბანდერაროსას კარგად ვღერი და კიდევ ვიმღერებ ზოგიერთების გულის გასახებად, ხო? ანუ აქ რისი თქმა მინდა, ქმნიან პროფესია პატრიოტს. ანუ ქმნიან ადამიანთა ჯგუფებს ეძებენ ამ საზოგადოებაში, რომელთაც არც საქმე აქვთ. სპორტული კარიერაც დაამთავრეს, მაინც და მაინც დიდი შემოსავალი არ აქვთ, სამწუხაროდ თვითრეალიზებულები არ არიან და იმის ნაცვლად, რომ თქვა ინდუსტრიული პოლიტიკა გაატარონ, ეს ადამიანები დაასაქმონ, ან შექმნან უწყვეტი განათლების ცენტრები, ახალი პროფესია მიცენ ამ ადამიანებს, ეკონომიკურად აქტიური ხალხი შექმნან, აი ამ გავერანებული, ესე იგი, გამარგინალურებული ჯგუფებისგან დააბრუნონ ამ საზოგადოებაში, ღირსება დაუბრუნონ ამ ადამიანებს. ამის ნაცვლად შექმნეს პროფესია პატრიოტი და ამ ხალხს ეუბნებიან, რომ მოდით ახლა ჭყალებში სამშობლოს დასაცავად ცემეთ ხალხი, დახვდით ქუჩაში ხალხს, შეაგინეთ ადამიანებს, შეურაცხყოფა მიაყენეთ თქვენს მეზობლებს, თქვენს თანამოაქალაქეებს, ხო? ხო, თქვენ თუ შეგაგინებენ, მე დაგიცავთ, იმათ დავიჭერ და ხელს დავაფარებ და ეს მეგობრებო დაღუპავს ამ ქვეყანას. დაღუპავს ამ ქვეყანას თავიდან ბოლომდე და არა მხოლოდ ერთ პარტიას. ასე რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ცეცხლს მოეთამაშებით და კიდევ ერთხელ შევახსენოთ ერთმანეთს მართლა, გონი ეს რეზო თაბუკაშვილს ეკუთვნის ეს 90-იან წლებში პატრიოტიზმის განმარტება, რომ პატრიოტიზმი უპირველეს ყოვლისა არის პროფესიონალიზმი. ქრისტინე შარაშიძე, ჩვენი სოციალისტი დეპუტატი პირველი რესპუბლიკის ამბობდა, რომ ქვეყანა წარმატებული იქნება მაშინ, როდესაც ქვეყნის მეთაურიდან დაწყებული, წყემსით დამთავრებული პატიოსნად და პროფესიონალურად ასრულებს თავის საქმეს. აი ამ თუ თქვენ გინდათ რომ ამ ქვეყანას შეეწიოთ, სადაც ხართ, რა პროფესიაც ხართ, ვიღაცა მოჭიდავეა, ვიღაცა ის არის კარატისტი, ვიღაცა სხვა პროფესია, იქ გააკეთეთ საქმე და ეგ იქნება პატრიოტიზმი. იქ იყავით პატიოსნები და თანმიმდევრულები და ეს იქნება ამ ქვეყნის შეწევნა და არა ქუჩაში დახვედრა და ადამიანების ცემატყება და ასე შემდეგ. და ბოლოს რაც მინდა ვთქვა, პროფესორმა ლელა გაფრინდაშვილმა თქვა ეს და მინდა გავიმეორო, რომ ესე იგი საკუთარი მოსაზრების გამო, თუნდაც უცენზურო იყოს ეს მოსაზრება, ადამიანის ციხეში ჩაგდება, დაპატიმრება 2 დღით თუ 14 დღის, ეს არის გამოკვაბული. ესა შუა საუკუნეები კი არა, შუა ქვის ხანა.
ინსტრუმენტი რო არ აქვს ქვის გამოგონებული ადამიანის ის პერიოდია. მე არ ვამბობ, რომ ეხა გემოვნებაზე დაობენ ყველა სხვადასხვა ღირებულებები და შეხედულებები აქვს და თუ არ მოგწონს ვიღაცის უცენზურო ხუმრობა, ან უცენზურო გამონათქვამი, ამისთვის არსებობს პოლემიკა, არსებობს დისკუსია, არსებობს ესე იგი რაღაც სტანდარტების დაწესების საშუალებები, შენ შექმენი უკეთესი იუმორი, შენ გამოხატე უფრო მკაფიოდ აზრი, შენ ამაღლე და უფრო მაღალი კულტურული სტანდარტის შექმენი, შენ აწიეთ ამასა მაღლა და ამით დაუპირისპირდი განსხვავებულ აზრს და არა ქვით და ქუჩაში დახვედრით და ასე შემდეგ. და ქართულ ტრადიციაზე რო ლაპარაკობენ, ქართული ტრადიცია არასოდეს არ ყოფილა ჩაგორა და არასოდეს არ ყოფილა რომ ძლიერმა სუსტი ბოლომდე უნდა გასრისოს და მოასწოროს მიწასთან. და რასაც ჩვენ ხედავთ ბოლო დღეებში ქუჩაში, ეს არის მართლა აი ეს პოლიციისგან ხარდაჭერილი. ამას ეს არის მე ამით დავიწყე, ხო თითქოს ვარს ამბობდნენ, ხო ეს გამოიყვანეს სოტნე ივანიშვილი როგორც მშვიდობის ტრედი და ეხლა თითქოს ისევ ამ იგივეს დაუბრუნდნენ და რა მოხდა ამ ასეთი ამ დღეებში, სიმართლე გითხრა ვერ მოხდა რატო გადაწყვიტეს ისევ ამ რაღაც ხალხის ცემას დაბრუნებოდნენ, ხო? ასეთ წერილზე ხუმრობის გამო, ნუ. კი ბატონო. ამ საზოგადოებაში ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ბატონ ივანიშვილის სტრატეგია ასეთია ქვეყნის მართვის დროს. მართვადი ქაოსი. უნდა შეიქმნას ყოველთვის ქაოსი, არეულობა, გაუგებრობა, დაძაბულობა, პოლარიზაცია, რადიკალიზაცია, ადამიანები დანასისხლად უნდა გადაეკიდონ ერთმანეთს და ამ ყველაფერს უნდა მართავდეს ის ან ის მართვის პულტი, რომელიც ხანდახან გადაეცემა ხოლმე რომელიღაცა მის ქვეშ შევრდომს. ასე რომ, ეხლა ნახეთ მოხდა იქ საშინელება, კატასტროფა მოხდა შეშლილმა ადამიანმა, რომელსაც 3 იარაღი პოლიციამ დაუბრუნა სახლში, იმ იარაღით ჩაცხრილა ახალგაზრდა მოზარდები, ხო? სკოლა რო ეხლა დაამთავრეს ისეთი ბავშვები ქუჩაში, ქალაქის ცენტრში. იქ ცემეს ესე იგი იუმორისტი, ამასაც რეაქცია მოყვა საზოგადოებაში. იქ ორი მუშა გადმოვარდა, ერთი ქუთაისში, ერთი თბილისში. შეიქმნა საშინელი ფონი. ჭირდებათ ამათ რაღაც ახალი დივერსია, რომლითაც ესე იგი საზოგადოებრივ აზრს გადაამისამართებენ ერთი მოვლენიდან მეორემდე. დააკვირდით ივანიშვილის განვლილ წლებს, როგორც პოლიტიკოსის, ხო? ყოველთვის 2012 წლიდან დღემდე ქვეყანაში არის კრიზისი. ამას აბრალებენ ნაციონალურ მოძრაობას და რა თქმა უნდა, შეიძლება ზოგიერთ ოპოზიციონერს აქვს სურვილი, რომ კრიზისი გამოიწვიოს, მაგრამ ძალიან მარტივად გადალახვადი პრობლემების დროს ივანიშვილი გრძას იგრძელებს, კიდევ უფრო დიდ ქაოსს ქმნის, კიდევ უფრო მეტ რადიკალიზაციას უწყობს ხელს და ამასობაში თვითონ მოითმობს ხოლმე ხელს აი ესეთ საშინელ პროცესებზე. ანუ ჩვენ დიდი ხანია შევედით იმ სტადიაში, როდესაც ავტორიტარიზმი ყველაფერს კადრულობს. ყველაფერს კადრულობს იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. უკვე ეს რეჟიმი მზად არის ძალაუფლების შესანარჩუნებლად თავზე ხელი გადაუსვას ძალადობრივ ჯგუფებს. ეგ არის საინტერესო კითხვა, სანამდე წავლენ. ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ბოლომდე. რას იკადრებენ? სადამდეც შეძლებენ, იქამდე წავლენ. ბოლომდე წავლენ. ამათ დიდი ხანია მუხრუჭი, ხელის მუხრუჭიც, ფეხის მუხრუჭიც, წირო ბარიერი შეიძლება დახვდეს ეგეთი მუხრუჭიც, ყველანაირი მუხრუჭი გაუფუჭდათ. სამუხრუჭე სითხე, ტარმაზნოი ჟიტკოს რო ეძახიან ჩვენი საყვარელი ხელოსნები, არის ესე არის გასხმული ქართულ პოლიტიკურ ველზე, ქართული ოცნების მხრიდან და მიდიან ბოლომდე, უკან არიხევენ და კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს დასრულდება ცუდად თქვენთვისაც და ამ ქვეყნისთვისაც, თუ მალე არ გამოფხიზლდებით და თუ მალე არ გადაიტანთ, ესე იგი მთელ პოლიტიკურ ველს და პოლიტიკურ მსჯელობას ნორმალურ სივრცეში თუ ამის ძალა შეგწევთ. და ეს ცოტნე ივანიშვილის ფენომენი, რაც თქვენ ბევრჯერ ახსენით, მე ვერ ავახსენ. რისთვის არის საჭირო ხან გამოსვლა, ეს რაღაცა პათეტიკური საუბარიო მეგობრები ვიყოთ და კატა ლეოპოლდის პოზაში ყოფნა და იქიდან ლაპარაკი და მე ამ კატა ლეოპოლდის ფრაზებსთან ბატონი ცოტნე ივანიშვილი ამბობს დარბაზში, სადაც ხედან ის ხალხი, ვინც მე არეგისტრირებს ესეთ ორგანიზაციებს და ძალაუფლები, კი არა, ძალადობით ემუქრება ადამიანებს. და აი აქ რა ლოგიკაა და რა ჩანაფიქრი ამ პოლიტექნოლოგიურ ტვინებში, რომლებიც მათ რჩევებს აძლევენ, ეს ასე ვთქვათ, ჩემი გაქანების
ადამიანის ამოსახსნელი. ხო, და ნუ აქეთ ხარ ეს დაპატიმრება, ხო, როგორც ამერიკის საელჩო ამბობს, ეს არის გამოხატვის თავისუფლება. ხო, შეშფოთებული ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო, სიცრუესა და მცდარ შეხედულებებზე საუკეთესო პასუხი მეტი სიტყვის თავისუფლება და იძულებითი დამყარებული დუმილი და აი ეს მართლა ეს სამმართველო, რომელიც შეიქმნა და რომელიც გვეგონა რომ თავიდან როგორც გითხრეს, მარტო რაღაც გინებისთვის და იმისთვის დაგვაჯარიმებდა, გითხარი ხო, აი ბეკა კურკული წერალი დაუჯარიმებთ იმისთვის, რომ ვაჭარი უწოდა იმანიშვილს. გიორგი კობახიძე, ექიმი, პროფესორ ახობაძე გაასამართლეს იმის გამო, რომ ვიღაცას უწოდა რაღაცა ტვინ მცირე და მონა და მოღალატე. ანუ მარტო ბილწიტყვაზე აღარაა, ახოსანაია ბილწიტყვაზე ის და ესეც შეგიჟია, ხო? რატო როგორ შეიძლება ამის გამო ციხეში ჩასვლა დაგმოთქვა, რომ ეს უზრდელობა არ შეიძლება ჟურნალისტს არ შესვენის, რა ვიცი, ყველაფერი თქვა, მაგრამ ამის გამო ციხეში ჩასვა ადამიანი, მაგრამ ხო ახმოჩნდა, რომ ხო, ერთი ქალბატონი წყევლის გამო დააჯარიმეს ივანიშვილს, ანუ ახმოჩნდა, რომ მონასაც ვერ დაუძახე, მოღალატესაც, რა ვიცი, ვაჭარს, ანუ ვერაფერს ვეღარ იტყვე ხელისუფლებაზე, შეიძლება დაგიჭირონ, მაგის გამო ანუ დაგაჯარიმოს, ზოგს ახლა დაჭერა უჩვენია 5000 ლარიანი ჯარიმას. საერთოდ ესეთი ცენზურები წაახალისებს ხოლმე ადამიანთა შემოქმედებით ნიჭს. ამიტომ მოუწოდებდი ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ სადაც უნდათ რომ გამოიყენონ სიტყვა ვაჭარი, იქ ახსენონ თქვა სოლომონ ისაკი მეჯღანუაშვილი. სადაც დაჭირდება მაგის გამო დაგიჭერენ და იტყვი. არა, მაგამდეც მივლენ, მაგრამ ჩვენ რაღაც სარგებელი მაინც მივიღოთ ამ საშინელი ცენზურისგან. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით. რეალურად აი ამ მსჯელობის დროს ეხლა ცხადია რომ სიტყვის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ შენ არ მოგწონს ვიღაცის გამონათქვამი, ვიღაცის უცენზურობა და ასე შემდეგ, დააწესე უკეთესი სტანდარტი, მაღლა აწიეთ ამასა და ამ გზით წადი. მაგრამ აი ამ მსჯელობის დროს აუცილებლად უნდა ვახსენოთ ის ორმაგი სტანდარტი, რომელიც ხელისუფლებას აქვს. ესე იგი, პრეზიდენტად ყავს ადამიანი, რომელს იმ დღეს ქუჩაში ჩვენ მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის გაზეთებს ვარიგებთ ხოლმე, ჩვენსაც, რომელსაც გამოუცემთ პოლიტიკურ გამოცემას, ადამიანებს ვეკითხებით აზრს და შემთხვევით გავაბი საუბარი ერთ-ერთ გამლელთან და მას ვკითხე, რომ აი ახსოვთ, თქვათ გერმანიაში ყველა თავისი დიდი პრეზიდენტის ციტატა შეიძლება ახსოვდეს ოდნავ განათლებულ ადამიანსაც კი. ან კანცლერის ციტატა. აი თქვენ რა ციტატა გახსოვთ მეთქი პრეზიდენტად წოდებული ბატონი ყაველაშვილის? გინებას გაიხსნა. რა თქმა უნდა. ამ კაცისგან რა შეიძლება გვახსოვდეს? რომელიმე წიაღსულა ქონდა, რომელიმე ღირებულებაზე მიანიშნა თავისი გამოსვლის დროს. გვახსოვს იმით, რომ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ ესე იგი, ნაირ-ნაირი გინებით თან უგემონოდა დაბალი დონის გინებით, თორე გინება შეიძლება ხელოვნებაც იყოს, ხო? ალენ გინსბურგი მაგალითად ისე იგინებდა, რომ პულიცერის პრემია მიცეს და ამათი დაბიო გინება, ხო? აი ეს მისი ლუმპენების გინებით რო გამოდიან ხოლმე. აი ამითი დავიმახსოვრეთ ეს ადამიანი პარლამენტარები ყავთ, რომლებიც ისე იგინებიან, რომ მე ვფიქრობ, რომ შესამოწმებლები არიან. ასაკუთრებს დიტო სამხარად. მათ შორის, რა თქმა უნდა, უპირველეს შესამოწმებლები არიან ესეთი სიბინძურე თავში, როგორ შეიძლება მოგივიდეს. მით უმეტეს პარლამენტის წევრი რო ხარ, ეს ხო უნდა რაღაცა სტანდარტი უნდა ქონდეს, რაღაცას ხო უნდა აჩვენებდეს, სხვაზე მაღლა ხო უნდა იყო. საკრებულოს წევრები ყავს, რომლებიც იგინებიან. ესე იგი, ქართული ოცნება გვეუბნება, რომ ჩემიანი თუ გაგინებთ და თავზე გაფარებთ ემას, რა ქვია, ადიალას, ესე იგი, ეს არ არის დანაშაული. და ეს ნორმალური მოვლენაა და აი თუ ოპოზიციონერი იგინება, მაშინ ის დანაშაულია და ციხეში ჩავაჯინოთ. სად ამოიკითხეთ ესეთი წესები? ანუ თავის ლოგიკაშიც კი ჩაჭრილები არიან. იმიტომ რომ თავის ლოგიკაშიც კი თქვა უნდათ რომ უცენზურობა აღმოფხრა, რაც მე მართლა მეზიზღება და არ მიყვას უცენზურობა და საშინელებაა, მაგრამ კანონი ამას არ ჭირდება. უცენზურობას უნდა ებრძოლოს ჯერ ოჯახში აღზრდის დროს, მერე სკოლაში უნდა გასწავლიდნენ, ესე იგი ბრაზის დროს აზრი როგორ უნდა გამოხატო ცენზურით და თუ მანდ ამეც გინება გინა ალენ გინსბურგივით უნდა იგინებოდა. ხო? ანუ სხვა ადგილზე არის, თქვათ, უცენზურო ლაპარაკი დასარეგულირებელი, ხო? თუ მაინც და მაინც კიდევ ერთხელ ვიმეორებ. და აი ამ თავის ლოგიკაშიც კი თუ უნდათ რომ აღმოფხრან ეს რაღაცა ბილწსიტყვაობა, მაშინ მაგალითი მაინც მოგცენ. მაგალითი მაინც მოგცენ, როგორ ლაპარაკობენ. კაი, ბილწსიტყვაობა გადავდოთ. სიძულვილის ენას აღმოფხრა თუ უნდათ. ამის მაგალითი მაინც მოგცეს პრემიერ-მინისტრ კობახიძე. რომელიც ხან პირდაუბანელს ეძახის, რომელიღაცა ჟურნალისტს, ხან მახინჯს ეძახის, ხან რას გავხარ ეძახის.
ან სიძულვილის ენის აღმოფხვრა თუ უნდათ, აგერ ბატონმა კალაძემ მოგწეს მაგალითი თმაგაშლილი იმისავით, რა ქვია, მაწყევარი იმისავით, რომ იწყევლება, რა ქვია, უკანასკნელი რაძირან ტელევიზორში და ჟურნალისტებს მასზე კალაძისგანაც ეს ფრაზა დაამახსოვრდება ხალხს, რომ თაწმინდიდან გამოექანეთ. თაწმინდიდან გამოექანეთ და დაგვამახსოვრდება, რომ პატარა იმას, რა ქვია, მასთან შედარებით მცირე ძალაუფლების მქონე ადამიანს, ჟურნალისტს, რომელიც შეიძლება არასწორ კი არა, პოლიტიკურად მოტივირებულ შეკითხვას უსვამდა. როგორ გალანძღა და მიწაში როგორ ჩადო. და როგორ შეავიწროვა იქ და ამხელა ძალაუფლების ადამიანი ხარ და ჟურნალისტ როგორც არ უნდა მოიქცე, ესე უნდა უპასუხო, როცა პოლიტიკური თანამდებობის პირი ხარ და მილიონი ქართველის მიერ არჩეულ მერობაზე რო გაქვს პრეტენზია. ასე რომ თვითონ გვაძლევენ ესეთ მაგალითებს, სიძულვილის მაგალითს, ზიზღის მაგალითს, გინების მაგალითს და საკუთარ თავს არაფერში არ ასამართლებენ და იქ ვიღაცა ოპოზიციონერი მეაცე ხარისხოვანი რაღაცას იტყვის და ამის გამო 14 დღით სვამენ ციხეში. მეგობრებო, გამოფხიზლდით, ამის იქით უკვე კიდევ უარესი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ძალიან ახლოსა ვართ უკვე უსკოულთან. ამის იქით რაღა შეიძლება მოხდეს, ხო? ესეთი კანონები მგონი ბელარუსში არ მოქმედებს. როცა რაღაცა უცენზურო გამოთქმისთვის 14 დღით ციხეში გიშვებენ. მე თვითონ არ მოსწრები ვარ, მე დამოუკიდებელ საქართველოში დავიბადე, მაგრამ სტატიები მაქვს წაკითხული იუმორზე ბრეჟნევის ეპოქაში. რას არ გადაობდნენ ამ ბრეჟნევზე? საბჭოთა კავშირის დროს აგინებდნენ თავი. როგორ დადიოდა? მაშინ სახლში, მაგრამ მაინც. სახლშიც აგინებდნენ და საჯარო სივრცეშიც ხუმრობდნენ ბრეჟნევზე, თან ძალიან უცნაურად და ძალიან უცენზუროდ, კი ბატონო. და ბილსიტყვაობის შემცველი ანეკდოტები ძალიან ბევრი იყო ბრეჟნევზეც და ჩერნენკოზეც და ასე შემდეგ. და მაშინ არ იჭერდნენ ხალხს. ზასტოის პერიოდში არ იჭერდნენ ღადაობისთვის და უცენზურო ანეკდოტისთვის და უცენზურო გამონათქვამისთვის ხალხს. და ეხლა დამოუკიდებელ საქართველოში ამის გამო უნდა დაგვიჭირონ და დაგვაპატიმრონ. არ არის ეს ნორმალური, არ არის ეს სერიოზული და არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ საფრთხის შემცველი თითოეული ჩვენგანისთვის. ამ ქვეყანას აქვს ისტორია, საშინელი გამოცდილება აქვს დაპირისპირების, უბედურების, არც მინდა ის სიტყვა ვახსენო, რისი გამოცდილება აქვს ამ ქვეყანას, რომლის იარები აგერ მგონი 10 წლის წინ თუ 15 წლის წინ მოვიშუშეთ. და ისევ იგივე წრეზე სიარული არის, ესე იგი, ძალიან დიდი დანაშაული სწორედ ეროვნული თაობების წინაშე. მადლობა დიდი, ლევან ლორთქიფანიძე იყო ჩვენი სტუმარი, მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის წევრი. ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემა. მე ხვალამდე გემშვიდობებით, ხვალ 7-ის ნახევარზე გადაცებით რეზიუმე დაგიბრუნდებით.